ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით ბრალდებულებმა 2023 წელს შპს ლაგი კაპიტალის მეშვეობით მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ 11 ტენდერში გაიმარჯვეს, რომელიც 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. დღეს მდგომარეობით არც ერთ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად გორის მუნიციპალიტეტში 1, ხაშურის მუნიციპალიტეტში კი 3 სკოლა უნდა აშენებულიყო. ამ შემთხვევაშიც არც ერთი სკოლა აშენებული არ არის. გამოცხადებული ტენდერების ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 94,444,427 ლარს შეადგენდა. დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების დაუფლების მიზნით ბრალდებულებმა დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად დაგეგმეს დარეგისტრირებულიყვნენ კვალიფიციური მიმწოდeblis რეესტრში ეგრეთ წოდებულ თეთრ სიაში, რომელიც მიმწოდებელს ანიჭებს უპირატესობას ისარგებლოს ავანსის მიღების გამარტივებული პროცედურებით. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ბრალდებულებმა ისარგებლეს აღნიშნული შეღავათებით. წარადგინეს მხოლოდ 50%-იანი საბანკო გარანტია, რა გზითაც თაღლითურად დაეუფლნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ავანსად ჩარიცხული 11,218,380 ლარიდან 9,365,801 ლარს. თანხის უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით დაუფლებული თანხის ნაწილი 1,211,000 ლარი ფიქტიური დანიშნულებით გადარიცხეს ბრალდებულების სხვა კომპანიაზე, საიდანაც თანხები გადანაწილდა სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებულ პირებზე, რითაც მოახდინეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირების, მათ შორის მოქმედი და ყოფილი საჯარო მოხელეების გამოვლენისა და საფინანსო ეკონომიკურ სფეროში სხვა დანაშაულებრივი ფაქტების პრევენციის მიზნით. ლაგი კაპიტალი წარსულში ქართული ოცნების დეპუტატ ირაკლი ზარქვას სიძეს ყოფილ ფეხბურთელ ალექსანდრე ამისულაშვილს ეკუთვნოდა. მან 2023 წელს შიდა ქართლში 4 სკოლის შენობების პროექტირება-მშენებლობაზე 20 მილიონიანი ტენდერი მოიგო. შარშან ირაკლი ზარქვამ განაცხადა, რომ სახელმწიფო შესყიდვასთან მისი ოჯახის არც ერთ წევრს შეხება არ აქვს და რომ ლაგი კაპიტალი ძმებ ალეკო და ბესო ბერძენიშვილებს მიყიდეს.